პარტია გახარია საქართველოსთვის რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას წარადგენს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირებას ეხება. კერესელიძე ამბობს, რომ ხელისუფლების დუმილის ფონზე საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ სივრცედ, სადაც რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება შეიძლება მიეცეს. 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება ეს გახლავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის უკიდურესად სახიფათო ეტაპი, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული ერთიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და რომელიც ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, თავდაცვის და საერთაშორისო პოლიტიკური სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში. აქ ყველაზე სამწუხარო გახლავთ ის, რომ ამ პროცესებზე საქართველოს ხელისუფლება ზდუმს. დიახ, ასეთ მოცემულობაში საქართველოს პარლამენტი არის ერთადერთი სივრცე, სადაც შესაძლებელია მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები გაკეთდეს რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ. 13 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციის კანონი მიიღო. თავად დოკუმენტს პუტინმა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოსკოვში 9 მაისს მოაწერეს ხელი.